კლინიკა მედულის დაარსების. თავისთავად მედულა ნიშნავს ძვლის დედა ტვინს, ანუ ყველა უჯრედის, ანუ დღეს ამას ასე ქვია ღეროვანი უჯრედის სინონიმია და ამიტომ ქვია. მე როგორც ონკოლოგი, რომელიც მოღვაწეობდა ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის მიმართულებით, ამიტომაც დაერქვა ასეთი სახელი და ერთ-ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. ჯერჯერობით არ მივსულართ იმ ეტაპამდე, რომ სტერილულ პალატაში გავაკეთოთ პროცედურა, ანუ მოვახდინოთ მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ანუ გავანადგუროთ ყველა უჯრედი, როგორც სიმსივნური, ასევე სამწუხაროდ თანმოყვება ხოლმე ამას ჩვეულებრივი უჯრედების სიკვდილი და მათი შეცვლა უნდა ხდებოდეს შემდგომ ღეროვანი უჯრედებით. მაგრამ ბანკი უკვე 8 წელიწადია არსებობს და როგორც ეს ბანკი ფულის იქნება ღეროვანი უჯრედების, მისი საიმედოობა არის მთავარი, მის საიმედოობას ჩვენ ვნახავთ 10 წლის შემდეგ და მე უკვე შეგვიძლია ამაყავ თქვათ, რომ ჩვენ გვაქვს ბანკი, სადაც ინახება უჯრედი და რომელიც თუ იცით არ აქვს ამ უჯრედს ასეთ პირობებში ლიმიტი სიცოცხლის, ამიტომ ის ღეროვანი უჯრედები, რომელსაც ჩვენ ვინახავთ ჭიპლარისგან მიღებულს, მის პატრონს, ანუ იმ ბავშვს შეიძლება დაჭირდეს 50 წლის შემდეგ და 70 წლის შემდეგ. ამიტომ ამ ასეთ ბანკს აქვს ასეთი პერსპექტივა. დღესდღეობით კლინიკა მედულა არის მრავალპროფილური კლინიკა, სადაც ძირითადი ჩვენი მიღწევა არის ის, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ჩვენთან მოხვდება, ირჩევა კონსილიუმზე და გადაწყვეტილება მიიღება კონსილიუმზე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ თქვათ თითოეული ექიმს არ შეუძლია ამის გაკეთება, არამედ იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი მიღწევა აგრეთვე არის ის, რომ ახალგაზრდები იმაღლებენ აქ თავიანთ კვალიფიკაციას და ეს ხორციელდება სწორედ კონსილიუმების დროს. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ პირველ კლინიკა ვართ, ვინც მოიპოვა დამოუკიდებლად რეზიდენტურის ჩატარების უფლება. დამოუკიდებლად რას ნიშნავს? მანამდე ეს უნდა ყოფილიყო ასოცირებული რომელიმე სასწავლო დაწესებულებასთან, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ პედაგოგიური კადრები და მაღალი დონის სპეციალისტები იქ უფრო მეტია და იქ უფრო სწორად იქნებოდა დაყენებული ეს პროცესი. სულ ჩვენი კლინიკის პერსონალია 122. ამ 61 ექიმიდან ბევრია დოქტორიც, პროფესორიც და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვთვლით, რომ ესაა ყველაზე დიდი მიღწევა. ყველაზე დიდი მიღწევა ისაა, რომ ჩვენთან არიან ახალგაზრდები. ჯერ ეს ერთი რეზიდენტურაში არიან ახალგაზრდები და ჩვენი მიდგომა არის რეზიდენტურისადმი ჩვენი საზრით პროგრესული, ანუ დასავლური. ეს რას ნიშნავს, რომ ფულს, რომელიც უნდა გადაიხადოს სწავლებისთვის, რეზიდენტები აქვე გამოიმუშავებენ. ანუ ჩვენ გვაქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც ჩვენი რეზიდენტი იღებს, ანუ კლინიკა იღებს რეზიდენტს იმდენ სარგებელს, რომ მას შეუძლია გადაუხადოს ჩვენ რომ გითხრათ, ჩვენი რეზიდენტების საშუალო ხელფასი არის დაახლოებით 1000 ლარი. ამიტომ არის რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ 4 წელიწადია გვაქვს 5 წელიწადია ქირურგიული განყოფილება თუ გინეკოლოგიური განყოფილება თუ სხვა, ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს. შარშან ჩატარდა მხოლოდ გინეკოლოგიურ განყოფილებაზე 600-ზე მეტი ოპერაცია, ქირურგიულ განყოფილებაში 800-მდე ოპერაცია და უნდა ვთქვათ, რომ გართულების გარეშე და ეს მე ვთვლი, რომ გართულება არ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ
ესეთი სისტემა არსებობს. Ну, რა თქმა უნდა, სისტემა, როდესაც მიმართულია აი ესეთი გამჭვირვალობისაკენ და ექიმის კვალიფიკაციის ზრდა პირდაპირ არის დამოკიდებული მის გასამჯელოზე. და გარდა ამისა, ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს კლინიკური კვლევები.